აბა თვითონ დაგაგიჯობები ყოლა. მე მილაპარაკები ახლა გასამატებელი იყო. მაგათი ბრალია დეგენერატების. სემეს გაგულახეს. დახური კარებდროზე? კარები დახური. იმიტომ რომ არ გრძნობ სამსახში თავს დაცულად. ელვისის სტრაფით შედა. შეძადება არ გაარ ნაშვი. დივან. Previously on the Vampire Diaries. აი როგორც შემოვედით საზღვარზე, ისე გამოვედით, იმიტომ რომ არ შეგვიშვეს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა თურმე არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ვაიმე. გავასწორეთ მანქანა. არა ვიღო? ჩრდილოეთ მაკედონიამ დედა. ეს რა იყო ღმერთო? აი ასე ავწდი მანქანას. ასე აცდი გოგო, ბორბალი იმენა მანქანაზე იყო, იცი? არა ვიდეო ანახე. უყურე, მანქანაზე კი არ იყო, ეს იყო ოდნავ, ეს უყურე. ვაიმე, ანუ ჩრდილოეთ მაკედონიის ჰაერი მეგობრებო არის მომწამულელი. გვაპირისპირებს, გესმით? ანუ გვაპირისპირებს. ჯერ არ გვიჩხუბია. ჯერ არ გვიშვებს. ხო ხვდებით რომ აი ევროპაში როცა ვარ და არ ვჩხუბობთ, მაგრამ დავკალით. ანუ გუშინდელიდან მოყოლებული ჩხუბის მეტი არაფერი არ გუკეთებია. აი ამან გასას გასდო, ამ დაგვიყვა. ყველას გადებული აქვს. გეხვეწებით ხო? ანუ ყველა მანქანას გადებული აქვს აქედან მხარე. ყველას გადებული აქვს. ეხლა ერთი 20 მანქანა ჩამოვერთ 20-ის გადებული ანუ ქონდა. რეალურად უყურე, ეს პარკინგი არა. ნახე, აქ ამასაც გადებული აქვს. პარკინგი არის მარტო მარცხენა მხარეს, აქაც უყენიათ. ხო მე მაგათი ბრალია დეგენერატები. სად უნდა გავიარო მე? ელვისის სტრაფით და სიზუსტით. ვაიმე. ვინდა გაგიშოთ გოგო? ვინმე მარ გამიშოს, თან ცუდა დაყენია. აი ამასაც გადებულია. და სადავაწევინო ცუდა გადებული. მარტო პატარა ადგილია. მაშინ წინ გამდევს რა. უნდა ირჩიო წინ გაგდოს თუ უკან. გონება არ გაარ ნაშვი. აი დახური კარებდროზე? ვაში შენ ტრაკი მაიციქდება იქ ნაფხარეს. იმიტომ რომ იქ უნდა შეაკედო, შენ ტრაკი დაიფაროს. კარები დახური. ეს არის გიჟი. კაი, არ უყურო ვაფშე. აბა. არა, ძალიან წინ ვარ კაცო. ოდესმე თუ გავახწავთ სახლიდან არ ვიცი, იმიტომ რომ მე და მარიამი გიჟებივით არანორმალურ მუშაობთ და გამოგვეპარა საჭმლის დრო. ანუ ერთი წამით საათსაც ვერ ვხსნი, იმიტომ რომ დამჯდარი მაქვს, ან ყველაფერი აი დედა წავედით. მე ოდესმე თუ წავალ ღმერთო. რატო დგახარ? ბიჭო, შენი ვიდეო შევხვდა და ვუყურებ. თუ იცავ ეს დედა ევროკავშირში არ ვარ და როუმინგოს ინტერნეტი ჯერ არ გამიაქტიურებია, გესმის? წავედით. რა იყო აღარ ძუნძულა? მარიამი ცდილობს დაიკლოს. წონაში. ვარკეთილი მეგობრებო. მთელი ამბავი ის არის რომ მთელი ქალაქი ესეთია. ანუ ისე შეათ რომ არაადეკვატში არიან. რა ხდება? მამაო. როგორც ისრაფით დავდივართ, უბრალოდ ვერ აგიწევთ. ანუ დაახლოებით 10 კმ/სთ იქნება. შია და იმიტომ. ძალიან კარგად გასმოვედით. ძალიან უმეზი გარემო არის. აი უცებ დაგათვალიერებინებთ. ეს უბრალოდ ტერასაზე ხალხი არ არის და უფრო იქით არის. სემეს გაგულახეს პირველმა მიმტანმა რომელმაც მიგვიღო, აი ძალიან საყვარელად და აი ხალისიანად მიგვიღო, აი რასაც ქვია გამოგკითხა ყველაფერი, ხელნაკეთი პასტა გვაქვს, აგვიხსნა აბსოლუტურად ყველაფერი და ნუ სანამ ეს წავიდა და უბრალოდ რაღაც წყლის და აპეროლების შეკვეთა წაიღო, მეორე მიმტანი მოვიდა და ვიკეთებით თომალეო რა და რაც შეიძლება მალე შევკვეთეთო რა. ხო და ნუ მე ისე ვისკაცი მობრუნდა და ამასობაში დაგვადგა ეს მეორე ბიჭიც თავზე. ხო და როცა პასტა შევუკვეთე და აქამდე ეს კაცი ვიხსნიდა რომ ეს პასტა ცოტა დიდი ხანი სჭირდება უმონზადება, იმიტომ რომ ხელით კეთდებაო რა. რო შევუკვეთეთ მე ეს ახალ თავზე დამდგა და ძალიან რთულია მოყოლა. მიუხედავად იმისა რომ არის ის ბიჭი ეუნება რომ დიდი ხანი ჭირდებაო მაგის მომზადებას, ჩვენ მალე ვიკეთებითო და იმ კაცმა თვალები გადაუბარიალა რომ მიიღე ახლა შეკვეთა დროზეო. ხო და მოკლედ აი ესე გადაბრიალებული თვალებით ჯერ პირველ რიგში 15 წუთში პიცა მოგვივა და მერე ნუ ცოტა ხანი დასჭირდება, მაგრამ პასტაც მოვა. და იმედია კეცებში არ ჩაგვიფურთხებს. აგემოვნებს ღვინოს. ძალიან გემრიელია მართლა. What really? მაგრამ ქისი ჯობია. Wow. ეს არის ლადი აპეროლ სპრიცი. არა ძალიან თქმელი. მეცნიერი მომენი მიდავა. ამასობაში ხელები დავიგან. მოვდივარ და აქ რაღაცა ძალიან დიდი გადალაგება მიდის და თურმე გადმოგვსვას, მაგრამ თან იცებით მოგვიტანეს. დავიწყოთ სალათებით და ძალიან კაია. აი, უნდა პროპორციას ცოტა არის. ნუ სამი კაცი დასაყოფად არ საკმარისია უკვე. პიცარის სხვა ჩვენ უნდა გავჭრათ მაკრატლებით. ძალიან
am not fucking drunk. ძალიან ნაგემრიელები გამოვედით რა. ძალიან შენ ცოტა მთვრალიც ნიკოლოზ. ცოტა მთვრალიც. ანუ აი არ ვიცი. ესეთ ქალაქში თუ ესეთ საჭმელი იქნებოდა, მე არ მეგონა. სად მივდივარ? გზასაით მიდის. ანუ თანხა გადავაკონვერტირეთ 6370 და გამოვიდა 327 ლარი. ანუ კაცი ფაქტობრივად 100 ლარი. ასე მეტი ბიჭო. აი. ძალიან ძლიერი. მოვედით სახში 20 წუთი ვიარეთ ნიკა ისე ნასვამია ეს რა არის მეზინ ფოტო შეიძლება ნასვამზე კი ძალიან არც არ გიზა yes არც არ გიზავს თავზე გვაყრია ყველაფერი მთლიანობაში და თან მაგრა გვეძინება თან მაგარი ნაჭამები ვართ ვით მაკედონიიდან წასასვლელად იმედი ერთხელ და სამუდამოდ არ დაგვაბრუნებს ეს ქალაქი უკან. კოსოვოში არ შეგუშვეს. ახლა წავალთ საელჩოში, გავარკვევთ, თუ არ შეგუშვეს, კარგად იყვნენ, წავალთ საბერძნეთში. თუ არა და ერთი დღე დავათვალიერებთ და წამოვალთ. საშინლად მეძინა, კატასტროფული ადგილია. ესე ცუდად არ სადამძინებია და რა ვიცი. ცხელი წყალიც არ იყო ჯერ ერთი. ცხელი იყო, მე ვიბანა უგუშინ ცხელი. ცხელი არ იყო. ან თბილი იყო, ახლა გააჩნია შენ რა ტემპერატურით. ბანაო, მაგრამ მე ძალიან ცხელი მიყვარს რა. არ შეიძლება ბიჭო ძალიან ცხელი. ვიცი, მაგრამ ახლა ისეთ ნაკადით მოდის, რომ აი რა ვიცი. ესე მიწევდა, რომ აქ დამეგუმა. ეს შემეს რა. ხო, მართლა წინ წყაროსავით იყო, წვეთ-წვეთად ჩამოდიოდა და აი, კაია. აგეთ, კაია, ესე ვიბანდი მეც გუში. და ჩემი ჩანთა შევიტანა ლიფტში და ავიდა მეხუთე სართულზე. ბაიმე. რა უცნაურია, რომ ლიფტი გამოდის და უცებ ჩემოდანი ხოდა შეგეთ. ნიკას ჩანთა დარჩა. Yeah. We left it inside. Despacito. ჩავედით პარკინგზე და პირდაპირ როგორ კომფორტულად ვარქოლა. ნიკა ჩანთა რჩება. ჯერო ლიფტს გაატანა ჩანთა და ახლა ისე რჩებოდა და დატოვა ლიფტში. არ ვიცი რატო ხდება ეს. გავედით და პირველ რიგში მივდივართ კოსოვოს საელჩოში, რომელიც მაკედონიის რომელიღაც დასახლებაში ნახეთ რო არის. ანუ ერთ-ერთი ბათუმს გავს, იმიტომ რომ აი ვისაც როგორ უნდა, როგორი სტილითაც უნდა, რანდომად აშენებენ სახლებს. ერთადერთი რაღაც ლამაზი შენობა, რომელიც აქ არის, სადღაც გადაკარგულში, რაღაც კერძო სახლებში არის კოსოვოს, ვაიმე, აი ესე დადიან ნამდვილად მანქანები. არის კოსოვოს საელჩო. აი ეს სახლია და ემბასი. კარგად იყავითო კოსოვო, იმიტომ რომ 2 კვირა დასჭირდება ამ მთელ პროცესს. ამი ტიპებს კონსული არ ყავთ ადგილზე და მინისტრმა იქ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ან წარმოგიდგენთ ახლა გერმანიაში რომ მივიდოდეთ და ვიზა რომ მოგცენ 2 თვეში იმისთვის რომ ჩავიდეთ. ანუ სისულელეა. ამერიკის საელჩოში რომ შედიხარ, ეგრევე გაძლევენ პასუხს ხდები. მე ვთქვი, გუშინ ვთქვი, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ვიზაზე შეტანას უბრალოდ ეს სტიკერს არ გიკრობენ პასპორტში. ამერიკაში ეგრე გიკრობენ ზუსტად, ანუ ამერიკის ვიზაზე ჩორბად შედიხარ, ან გეუნება რო არა, ან გეუნება რო კი, მორჩა. გავიგე, მაგრამ მაგამდე არის უდიდესი პროცესი. ფისო. რა უდიდესი პროცესია? ფისო. ვაიმე, რატო შეეშინდა? ხო და მივდივართ ასე გადაწყდა, რომ მივდივართ სალონიკში. გამოიცანით სად ვართ? ხო და ვეპარჩევთ ამისთვის ეკოდი და არაფერი არ მოხსნოს. დღეს შევუკვეთ ცოტა განსხვავებული და სალათიც სხვანაირია ვარ. ზუსტად იგივე არ არის, იმიტომ რომ ბადრიჯანი და ცუკინი და ეგეთ რაღაცებით ავიღეთ ტოსტი. პირველი ჯარიმა. რამდენით? 1400-ით. კაი, ახლა ძალიან ბევრი არის. $1400? ხო, მაგრამ სად უნდა გადავიხადოთ? არ ვიცი, 1400 რამდენია? გადაიღე. ბიჭო! ვაუ, არ მჯერა. რა ვაუ, შემკურალია ყველაფერი. ლაშას ვეუბნებით. აი ცოტა ცოტა იგი. Vampires have laws. ვაუ, ადამიანს დაემსგავს. ეხა ვამტვერს ასრუტებთ. ან ძალიან კაია, იმიტომ რომ პარფიუმიც კი არის აქ ცალკე, ანუ შეგიძლია მანქანაში შეასხარო ძალიან კარგი და ფრეშ არომატები გქონდეს. აქ ჩხუბია გაქანებული. გასამატებელი იყო. რა ხდება?
დებილია და რა მოხდა? დაეზარო აქეთ ამხიდან მისულიყო, იქით ამხიდან მიიტან და იქით ბორბალი დამრჩა ისე. მოდი, აბა თუ ეხლა აბა თავზე თორდა გაგიჯობები ყოლა. მოდი. აბას თავში. და მივასხა. არა, აქ მიგე. გაკითხე. მივას. რა არის? ყველაფერი ყველგან გავუკეთე. მანახი, აბა იქ სადაა დამთავრებული. მე მგონი მანქანის გარეთ ხო შაქეთ გადაგვიხადეს. ფული იპოვეს ხალხო მეშვარ. ვაშა რატომ გამოიღე? რამდენია? Ja, 1000 დოლარი. 5 ევრო იქნება რა. ევროც კი არ არის. რას მანქანას მაგა ვეძრავ? პარკინგშია რა როძრავ. არა, რო დაძრავ, მაშინ უკვე ერში უნდა იყოს. აბა მანქანის არაფერი ასოდი. პარკინგში დაძარი მანქანა და მე მელაპარაკები ეხლა პარკინგში ყო მანქანა. კი, პარკინგში რო უნდა გადარკვნა და მე დაძრა და არა პარკინგში დაძრა მანქანა. მოვედით საბერძნეთის საზღვარზე, ხო ნახოთ რამდენ ხანში გადაგვიშვებენ. საბერძნეთი. ხო, გადმოვედი თუ არა ეგრევე გიროსი იყიდე. ეგ სუნი ეგრევე ღმერთო ანუ 2 წამია რაც გადმოვედი. ეგრევე გიროსი იყიდე. გამოვედით ოფიციალურად და ხა დავაყენეთ მანქანა, მაგრამ ჰოსტთან მივწეროთ და ცუდი პარკინგი გვაქვს. ისეთი გამოგელებული მშიო და არც კი გამახსენდა რომ გადამეყოდა. ან დამიჯერეთ იყო უგემრიელესი. მე ფალაფელით და ტომატის რაღაცით რაღაც მახსოვს. რემა მაგნუმი იპოვა, მაგნუმის სენდვიჩი. What? ხوار გადაობეს რა არის. ძალიან რავი, კარგად გამიყვება. და ამდროს ეს მე ვერ გავჭედი. ესეც სალონიკის მთავარი ღირსშენიშნაობა. ანუ what the სალონიკზე აბსოლუტურად ყველა ამბობს, რომ უბანძესიაო, არ ვარგაო, უპატარავესია, უპატარავესი კი არა, უდიდესია. ბათუმს გავს რაღაც თავისი აღნაგობით, მაგრამ ბევრად უფრო ისეთია, დახვეწილია, ევროპულია, ადგილები, ანუ საჭმლის მხრივ, ისეთი განვითარებული ადგილები აქვს, ანუ რუმსივით და ლოლიტასავით, რავი, შეგიძლია აბსოლუტურად ამის ყოველ ნაბიჯზე ჭამო. ანუ ესენი საერთოდ ამბობენ, რომ ათენზე მეტად მოსწონს სალონიკი. ბევრად. მილიონ ნახევარჯერ მომწონს ეს. What is going on? და ჩვენ ათენში მივდივართ 2 დღეში. მე წეგან გამოვიარეთ ბარების ქუჩა, სადაც რესტორნებიც იყო, აი ვერ გეტყვით, აი სიცოცხლით არის სავსე. ძალიან დახვეწილია, მთავარი ეგა რომ დახვეწილია და არ არის რაღაცნაირი ხარჯი ლილომული რა. 4 დღე რა უნდა გავაკეთოთ მეთქი აქ თქო. აშკარა ძალიან ბევრს გავაკეთებ. ჯერ მარტო ბულვარში რო გავედით, ანუ იმდენი კარგი ადგილია, უბრალოდ წამოსაჯდომად, მოსაწრუბად, აი არ ვიცი. აი წეგან, აი დიდი DHL-ის ოფისში ჩამოვარეთ და DHL-ის ოფისი ვიყავ იქ ულამაზესი. შოპინგი არის უიაფეს, იმიტომ რომ ისეთ საბერძნეთთან ვიწევთ მთელი საქართველოს. და ამის პირველი საათია. რატომ ღვიძავს? მოვედით სახლში წვანან ისინი უკვე. მე შევყევი რაღაცების კეთებას და ძილის პირველი მაქვს თან. დილიდან წიოკი გვაქვს, იმიტომ რომ არ ვგრძნობთ ამ სახლში თავს დაცულად, რადგან ჩვენი ჰოსტი თან ქართულად მოსაუბრეც არის, თან ბერძნულადაც, თურმე. თან დილით მოვიდა, დედაჩემი მოვაუგვით, რა მე ამ ქალმოგვითა დამლაგებელი ვარო. მოიყვანა ვიღაცა კონდიციონერის ხელოს არ ამ კონდიციონერს არაფერი არ სჭირდა და არც ვრთავთ და არც უკითხავთ რთავთ თუ არა გჭირდება თუ არა შეკეთებაო და პირდაპირ ესე მოიყვანა და უბრალოდ კონდენსატის წყალი გადაღვარა და წავიდა ძალიან უცნაურად მოკლედ დაემთხო ყველაფერი ჩვენ ახლა ვცდილობთ რომ ერთადერთი ოთახი რომელიც იკეტება იმიტომ რომ დანარჩენი არც ერთი არ იკეტება და საკეტები არის ყველგან გაფუჭებული ვცდილობთ რომ ყველაფერი ეს გვაქვს ჩავკეტოთ ერთ ოთახში რომელიც იკეტება მაგრამ იმ თავად რომ აზრი არ აქვს იმიტომ რომ მე მაინც გასაგები გვაქვს ხო, ამ კანს პარალელურად გასაღები აქვს. ჩვენ მაინც მიწერილი გვაქვს მაგ ჰოსტისთვის, რომ არაფერი არ იკეტება, თუ რომ მე აუცილებლად Airbnb-ს მივწერ და დავარეპორტებ ამ საკითხს, მაგრამ, შიშის დონეზე გვეშინია. ხო, და კიდე, ჯერ რომ მოვედით, მანქანის ასაყნებლად პარკინგი ვიკითხეთ, ამ ჰოსტმა პირველი რაც გითხრა იყო ეს, რომ ვაუ, რა მაგარი მანქანა გყავთ. და მე ამ ხომაც გაიმეორა, რა მაგარი მანქანა გყავთ. ხო, ანუ, და სად მუშაობთ? ასეთი კითხვები იყო და ვაიმე, არ მინდა რომ ახლა ეს ყველაფერი შევაერთო ერთმანეთთან. ესეთი ისტორიები რო იწერება ხოლმე რა იჯგუფებში მაგალითად რაღაცა მოგზაურები და ამ შემდეგ რა ყველგან რო იწერება ხოლმე ესეთი ისტორიები რო ვკითხულობ რა დასაწყისიდანვე ესეთი სასპიშის არის რომ ფიქრობ რომ დასაწყისში ესენი დებილები იყვნენ როგორ ვერ მიხვდნენ რა რომ რაღაცაში იყო საქმე რა და ახლა ვხვდები რომ მე შეიძლება ვიყო მაგ პოსტის ავტორი და მე ვხვდები რომ დასაწყისი ძალიან სასპიშის არის და არ მინდა რომ ეგ დამემართოს. ვაიმე თან ნიკამ ჩააბარა აჩოთი რომ მივდივართო სასაუზმოთო. Vaime.
რა გინდა რო ქნა მანქანაში ჩავდებ ტექნიკას მანქანას გატეხავდი იქნა წაიღებენ თქვა ამ კაუმა რომ ბერძნები ძალიან შურიანი ადამიანები არიან ზოგადად და ეს მანქანებს მოაყოლან მით უმეტეს იმიტომ რომ ანუ აი ამ უბანში სადაც ვართ ყველა გვაჩერებს რა და ნუ ყველა მანქანას უყურებს ძალიან ბევრი ქართველი შეგხვდა რაც ასევე სასფიშეს არის ეხა აი უნიდან გადავიხედეთ ორი ტიპი აბიჟავებდა ანუ ვაიმე სად ვართ მიჰველეთ ჩავრაზე, ოღონდ მართლა ჩავრაზე, გარედანაც ჩაკეტილე, შიგნიდან ორივე საკეტით ჩაკეტილე და ანუ აი არ ვიცი. ამას კი ჩავკეტავ, მაგრამ რა ეშველება არ ვიცი. გამოვედით სასეირნოდ. მივიდივართ ახლა ცენტრისკენ იქნებ. დღისით უფრო ლამაზია, გუშაღამე ძალიან ლამაზი იყო აქაურობა. ამათ ისე შეათ რომ ლამის არის შემჭამონ, ოღონდ მართლა. აი სახეებზე ეტყობათ, რომ წაქცეულები არიან. არ ვჯერა საჭმელად მოვედით. მაგრეს ადგილას, იმიტომ ძალიან გემრიელი დესერტები აქვს. 40 წუთია ველოდებოდით საჭმელს. ჩვენი საჭმელი დავიწყდათ. როცა ესეც ხდება, არ უნდა გადამახტევინონ, მაინც ან რაღაცა ფასდაკლებო და გამიკეთონ, იმიტომ რომ 1 საათი ტყუილოვსი ვარ. მე მეორე რა გვიტანეს როგორც იქნა და ანუ აი ეს მეგონა რომ დიდი იქნებოდა, მაგრამ უპაცაც კინტელესი პორცია არის, ეს მარიამის არის, ლაშას ბურგერი მოუტანეს და ეს ძალიან კარგად გამოიყურება. სადღაც რაღაც ბოლო წამის იმედი მქონდა, რომ არ გადაგვახტევინებდნენ მთლიან თანხას, მაგრამ გადაგვახტევინეს და ერთადერთი ჩიზკეიქზე, ნუ გამოგიცვლით, რადგანაც თმა იყო შეგდით, მაგრამ ნუ უთხარით რომ არ გვინდა და უბრალოდ გამოგვიკელით. არ ვიცი, ესეთ ცუდი გამოცდილება ბოლოს როდის მქონდა, არ ვიცი. ძალიან დაღლილები ვართ, აი ძალიან დაღლილები ვართ, იმიტომ რომ მთელი დღე გავატარეთ ტელეფონში, შოპინგს უკავშირდებოდა ეგ საქმის კეთება და მე დამაწნარები ამათ ცალკე ვალოდინე 2 საათი სანამ მე ვიცვალე და რაღაცები გადავიღე და რა ვიცი ძალიან დაღლილები ვარ. აი რაც კი გადავიღეთ მთელი ეს პერიოდი ვლოგები. ნიკამ კოდარია თან არც გვიჭამია იმის მერე რაც იქ არ გაგვემართლა საჭმელში. ამ პრობლემა გვაქვს, იმიტომ რომ სადაც კი მივედით, ყველა ადგილი დაკეტილია და ეგეც შოკია რაღაცნაირად, იმიტომ რომ უწერიათ, რომ აბსოლუტურად ყველა ადგილს უწერია ამის, რომ ამის 3 საათამდე მუშაობს. 3 საათამდე არის სიკიჟე მუშაობა. დავიან 9 საათი, 9-ზე უკვე დაკეტილი იყო. ანუ და გუშინსულად იმავე დროს უფრო გვიანაც გავჭამთ. გავქებრობა. აი მე ძალიან დაღლილი ვარ. უსწრაფესად მომზადდა ჩვენი საჭმელი. მოგეწონა ნიკა? ანუ ძალიან ესეთი ამერიკული ექსპერიენსი იყო, როგორც ჩიპოტლეში რა, ზუსტად იგივე ერთი და გემოზე ხა არ ვიცი რა გამისიჯავს ამ ჩიპოტლე, მაგრამ ჩვენ გავგოსინჯავს ათენში. მოგეწონა? კი არა, ჯერ გასინჯე? ჯერ ბურიტო რო გავსინჯეთ ლობიოთი და იმეებით. ეგ იყო ზუსტად იქაც. ესაა ზუსტად ის? ხო. ვაუ, ანუ დამევასება ეს რა. სინაზე მოგეწონა მახსოვს. ხო, ეს არის ვეგეტარიანული სოკოთი. ასევე ნაჩოსები, რომელიც ძალიან გაიწელა, კოკა-კოლა, რომელიც აქაური ხონდათ ბიკოს კოლა. მე გუავას სასმელი ავიღე. მეტროში ჩავდივართ. სალონიკის მეტროში კი არა, რამდენი ჭამე. ვაიმე, მართლა. გეპწები სავსე იყო, ხო, ერთ წამში ხედავ. სულ ფსტის კრემია. ხო და ეხა სალონიკის მეტროში ჩავდივართ, რომელიც ახლა გაკეთდა და ეს პროექტი, მოსაჩვენეს უყურებდი მთელი YouTube ვიდეო და დოკუმენტური რაღაც იყო მიწვეული ამისთვის. გააჩერეს ეს პროექტი და ორჯერ უფრო ძვირი თუ სამჯერ უფრო ძვირი დაჯდა. მოკლედ, როცა დაიწყეს ტუნელების გათხრა, მაგ დროს ძალიან ბევრი ძველი, ანუ ancient ruinები და რაღაცები აღმოაჩინეს. მე სიგიჟეა 60 თეთრი მივეცი ამაში. ძალიან ლამაზი ვაგონები აქვთ. ანუ ბაქანის დამცავი აქვთ და შიგნით კიდევ დამატებით კარები იღება. ანუ რეალურად ესე დაცუად ხარ და ძალიან ხუარი. რა ხდება? დაკეტე. ეს არ კეთავს. ნუ იტყუები რა. თურმე კეთავს ხო? სახლში ყველაფერი დაგხვდა. კარები ისევ ჩაკეტილი იყო. ტექნიკა ადგილზე. დღეს გადავრჩით. ნახოთ რა იქნება ხვალ. დღეს ვტოვებთ ამ აპარტამენტს დილის 5 საათზე, როგორც უკვე ვთქვი. იმიტომ რომ ტელეფონით ვიღებდი მთელი დღე, კამერა კიდე კაი სახლში დამრჩა. ხო და ახლა გვექნება unboxing-ი რა ვიყიდე სალონიკში. პირველ რიგში ეს ვიყიდე მეორადებში ფასდაკლებით. ჯერ მეორადებში და მერე ფასდაკლებით. ჰავაი სტილის პერანკია. შემდეგ ჩემი საყვარელი ქურთუკი, რომელზეც აუცილებლად დავიბრუნებ ტაქსებს. მას ახლა შემოდგომაობის ჩემი სეზონი და კიდევ ეს ვიყიდე. ასევე საშემოდგომო ფერებშია. ზედა. გრაცია. დილის 4 საათია, ღმერთო, 5 საათის წუთებია და ჩვენ ახლა უნდა გავიდეთ სახლიდან. ახლა გავიღვიძეთ. რომ წავიდეთ 5 საათის გზაზე ათენში. შეიძლება 6 საათი სადაც. არ ვიცი რა
დღეს ჩვენი მეგობრები ჩამოდიან, რომლებიც არიან უკვე ფრინავში და მოფრინავა იქუდა ისდან. მზად ვართ გასასვლელად ნიკას ჩანთა ისევ რჩებოდა ოთახში დატოვა. შენ საერთოდ არ გეძინება და უკარგეს ხასიათზე ხარ გეტყობა. რაში? შელი. ჰა? შელი. ხო, მომა. წავედით. აი, ძალიან ბევრი რაღაცები გვაქვს წასაღები, რაც უფრო დიდი ხანი ვართ, უფრო მეტი და მეტი გვაქვს ყოველ დღე. კი, გასარეცხებიც, იმიტომ რომ აქ ამ სახლში არ მუშაობდა არაფერი. აპდეიტი. ამ სახლიდან უსაფრთხოდ გავდივარ, არაფერი არ მოგუპარეს. ნუ, ჩავალ ახლა მანქანა შემომუწრო, ბოლო დღეა მაინც. აბა წავიდა. მზად ხარ? არა. ჯერ ისიც შევა და ყოველ ჯერზე მომიწევს, რომ ლაბირინთში შეხვდა და უარესი გამომოყენდა სიტუაცია. ედელი მაგრო გამოწეულია, მაგიტო ვერ ეტყვა. ასეთ სიამაზეებში დავდივართ. ველა ნერვი დაგვაწყდა და განსაკუთრებით მარიამ არ ვიცი. აი, წნარი ხედა, ალბათ. მე ძალიან ცუდად ვარ. ანუ მანქანაზე ზედ დადის. დღეს მთელი დღე ვლოგი არ გადაგვეღია. ჩამოვიდნენ ესენი, შევხვდით ერთმანეთს, მოვიარეთ მთელი ათენი, ვჭამეთ, ვსვით, დავლეთ. სავარაუდოდ TikTok-ის მინი ვლოგებში იქნება ეს ყველაფერი. ახლა ვაპირებთ, რომ გავიდეთ ბარში. მეზობლად აღმოვაჩინეთ, რომ ქართველი ცხოვრობს, იმიტომ რომ ქართული მუსიკა ჰქონდა ჩართული. ხო, თვითონ აღმოგვაშინა და ლაშა და ბათუ წავიდნენ გასაცნობად. რა ხარ? ფაი, რატო ჩამობნელ და უცებ? ფაი, მე კიდე კარგი მზია მოვიდა. გავდივართ. სად ვართ? ნიკა არ მოდის, იმიტომ რომ გადასაღები აქვს რაღაც და წავედით მე. აგროპოლისი იყო დაკეტილი, ვერ შევედით, აი იქ არის. სამაგერთ მოვედით ხედზე. რა სამწუხაროა, რომ აგროპოლისში ვერ შევედით. გიროსების საჭმელად გავჩერდით, ანუ ჩვენ ხო ხედ ვართ აქ და უკან რიგია უდიდესი. ძალიან ცნობილი ადგილია და ვნახოთ აბა რამდენად კარგი გიროსები აქვს. ანუ კი მრავლები წამოიღო აქ. ვნახოთ აბა გემრიელად გამოიყურება საკმაოდ მეტი ამოიღო. ხარეა? დილის 4 საათია და ჩვენ მივდივართ ათენიდან კუნძულზე გემით. მე მანქანით მივდივარ გემით. ესენი წამოვლენ ფეხით, მაგრამ მე ერთმანეთს შევხვდებით ჩუო გზაში. ნიკა არის მაღვიძარა. მე მაღვიძარა არ დამიყენებ, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ნიკა გამოღვიძებდა. We have one last room to visit and that is Stormy's playroom. ნიკა ადიკი. Rise and shine. მზად ვართ გასასვლელად. ყველა ფეხზეა, პარკი მზად არის. და ჩვენც მივდივართ. ყველას ბარგი ჩაეტია. ყველასი და მაინც მაქვს ადგილი კომფორტულად და დავჭრით. მოვედით trains game-ზე, სადაც უნდა შევიდეთ მანქანით. გვეშინია გემზე დაგვერემს, იმიტომ რომ ადრე ნახევარი საათით ადრე მოვედით და ნახევარი საათით ადრე გასული დაგვხდა გემი. და მაგის მერე ადრე ტრავმად ჩარჩა. მოვედით გემზე და დავჯექით სასადილო ადგილას და ნახოთ თუ არის დასაწყობი ადგილები. ძალიან კარგი ხედი არის, აქეთ და ძალიან მაგარი მზის ნამუს. ვაუ! ზამაგარია. მაგარია. გემზე ვართ, სადაც უამრავი სიძე საბურგერი იყო, იცი ის გუდს რაღაცა რო არის. ძალიან ნათელია ქაურობა, აი ძალიან. ხვალებს ვერ ვახეო. მარიამ მანქანა არ გააჩერებინა პოლიციამ, წადი ხო და ეხა მივდივართ სადღაც გადაკარგულში და გარტყმაში არ ვართ, სად არის მარიამ. ვიპოვეთ. Normal feather, I'll take a color. ესეც ჩვენი სასტუმრო თუ აპარტამენტი თუ ვილა თუ რაც არის. ნიკას გუშინ არ უძინია და თვლიმავს, მაგრამ ცდილობს რომ არ დაიძინოს და ბანაობა უნდა. მეც ახლა ვიბანავებ და ერთ სულმოქმედის დავიძინებ. ვერონიკა უკვე ნაბანავები, ნაჭყუმპალავებია. დღევანდელი დღეს დასრულდა. ჭამეთ, ბევრი ვერ ვიცურავეთ და ასე. საუზმის დრო გვაქვს. ნუ ესეთი საუზმე შედის ამ ვილაში. თქვათ, გადასარევი არ არის იმ კუთხით, რომ დიდი არჩევანი არ არის. ნუ რამოდენიმე ხილი გვაქვს, საბაზისო ყავა გვაქვს, 1 ლიტრი წვენი, რომელიც 7 კაცმა უნდა გავიყო. და main dish-ად უბრალოდ 1 კვერცხი. მაგრამ რაღაც პურუკებიც გვაქვს, ტკბილები და იქით ჯემი, რომელსაც წაუსვამთ ამას. ნუ რაღაც იქნება რა. პირადი აუზი გვაქვს. აქ დიდი დასაწოლებით. ეს ახლა კი გამოიყურება იდეალურად, მაგრამ აი ესეთი
ანუ კი ჩატში დაწერა რომ პირველზე გავდივართ და მე ესე იგი შეეშალა რომ 12-ზე გავდივართ, მაგრამ საბოლოოდ რომელი საათია? 12:53 გავდივართ პირველზე. მიეწოდეთ და ნახოთ ანუ კი უფრო მოატრიალებს. იცის ტარება? შეზლონგები ავერჩიეთ და სანაპიროზე მოვედით. აი ესეთი ადგილია. წინ კარგესი ზღვა. საჭმელად გავჩერდით და შევუკვეთეთ უკვე. ეს არის ჩემი იოგურტის თებში, მიკას პროტეინის თებში, თევზის თებში, ქათმის ფილებრისთან ერთად. ნაყინზე გაჩერდნენ. და ძაღლები ნახენია. მოგირებთ არადა. ვაშლის დამცხორებია. მოკლედ ეხა ვართ აქაურ ბულვარში. ანუ კიდევ რა ყველა მაღაზიასთან ჩერდებიან და შედიან რომ დაათვალიერონ აქსესუარები. შევღონდი. რამდენი აქსესუარების მაღაზია ალბათ წარმოიდგენთ ხომ? და სხვათა შორის მარიამი გაბრაზებული ეხა თავის თავზე, იმიტომ რომ 100 გრამი მოვიმატეო და 100 გრამი კი არა, არ ვიცი, ან ამ ჯინსში ვეღარ ვეტევი, ადრე მქონდა კარგად. ახლა ვეღარ ვეტევი და ჯინსები რომელიც დიდი მქონდა, ახლა ძლივს ვიკრავ. იმიტომ რომ ბოლო 15 წუთში ორი შეჭამა უკვე ნაყინია. აქაც ნახავთ თევზების ბაზარი, ვით არის ძალიან დიდი თევზები არიან. მოხარ ჩამოვიდა. ვა! აუ ეს სხვათა შორის ერთხელ მაგ ნაჭამი გასინჯული და ძალიან მომეწონა. მოვაღწიეთ სახლში და ვიშლებით, ვიძინებთ, იმიტომ რომ პირველი საათია დაღების გაყოფის. საუზმის დროა. ტანეს ისევ კვერცხი და ისევ იგივე რაღაცები. უბრალოდ ჩვენ დავამატეთ ყველი და ვერონიკამ დაამატა ეს ყავები. ასევე სალატი დაამატეს თვითონ. რუკაზე გიჩვენებს იმათგიო. არ გამიხსნია. დღეს მივიდივართ ალბანეთში. ეს იყო უკიდურეს წერტილი ალბანეთამდე საბერძნეთში და ამიტომაც ეს ადგილი ავირჩიეთ, რომ მე მარტივად გადავიდეთ. ლაშა გარეთ შეჭამს, იმიტომ რომ არანაირი საუზმე არ ყოფნის, სადაც ჩვენ მივიდივართ. ამისთვის მეტად ფენსი არის ეგ ადგილები და უნდა რომ კარგად ჯიგრულად შეჭამოს. იმისთვის რომ ძალიან შორს არის, იმისთვის რომ ძალიან პატარა არის და იმისთვის რომ ძალიან მთაშია, ძალიან განვითარებულია, მოწესრიგებულია და ყველაფერი აქვს საერთოდ. თებში კი არა, ჩვენთან ელიაზე და მარკეტილშიც არ არის სროლი უახვი და ბოლომდე. ელიასე გიჟი ხალხის ხომს და დააგწრებდა ეგ რაც უნდა რომ გაოცებული ვარ ამ ქალაქით. მოლოდინს გადააჭარბა. ამას განვითარებას ნამდვილად არ მოვოდი ესეთ მიკარგულ ადგილას. ყველა ადგილი ესეთი კარგია. ყველგან დაждომა მოგინდება, ყველაფრის ჭამა მოგინდება, უსუფთავესია და რა ვიცი. აი ასეთი არის იოანინა. არ ვიცი, მედია სწორად ვამბობ სახელს. იტალიას კი გავს ისე ულამაზესი გარემოა, განვითარება. პიკი. გეგონება რომ არის დედაქალაქი და არა უბრალოდ ჩვეულებრივი რომელიღაც რიგითი ქალაქი. ალბანეთში შემოვედით და რაღაც აი საოცარ გზაზე ვართ იმ ქალაქამდე მისასვლელად, სადაც მივიდივართ, ვართ საშინელ გზაზე. გული მერე ლამსერ ვარწყვა, მე ვარ საჭესთან და მაინც თუდად ვარ. მოვედით ჩვენს აპარტამენტში, რომელიც არის უდიდესი. ჯერ ამხელა შემოსასვლელი აქვს. ეს არის ერთი ოთახი თავისი აივნით და აბაზანას აპირფარეშოთი. აქეთ გვაქვს მეორე ოთახი თავისი აივნით და აქ არის აბაზანას აპირფარეშო და ესეც მისაღები და სამზარეულო. საკმაოდ დიდი სივრცეა. ტირანას ცენტრში ვსერინავთ და ესეთ შენობა დაგვხვდა, რომელსაც სუკიბები აქვს თავზე. და ქვია პირამიდა. პირამიდა არის, აუ რამხელა შენობა. აქ ნეტა რამდენი კიბე იქნება. არა მგონი იმაზე მეტი ვიდრე იფელზე, არა? რა. წავა. აი ესეთი ხედი. ვაიმე ლამის გადავარდი, აქ მეგონა რომ ახლოს იყო და მაღალი შენობები ჩანს, თვითონაც ლამაზი არის ეს შენობა და 360 გრადუსიანი ხედია. საბურგერეში მოვედი და ძალიან ლამაზი ადგილია. ესეთი ვიზუალი აქვს გარედან. სიკოლა, ესეთი შეფუთვა, ეს ჭყვიალა, რაღაცნაირი ბრჭყვიალა დიზაინი აქვს. ესეც ჩვენი შეკვეთა, ესეთი არის და ამიტომ ეს ფრი არის ყველი სოუსთან ერთად და ესეც ორმაგი ბურგერი. 10-დან ამდენს დაუწერდით. რაღაც ადგილზე მოვედით, სადაც ერთ სივრცეში არის ძალიან ბევრი რესტორანი და ბარი. წაუშარდენებს, მაგრამ რაღაც უფრო სხვანაირია. გამოიყურება ჩიზკეიკი და ეს არის მარგარიტა ტრუფელით. შევჭამთ ახლა და დავიძრებით მონტენეგროსკენ. საჭმელი მოვიდა, ბენედიქტები და სენდვიჩი, დესერტები. 10 წუთი არა ჩემოვედით და უკვე ძალიან მომწონს მონტენეგრო. სოფლები გამართული, ყველაფერი კარგია.
ასეთი ულამაზესი ხედი დაგხვდა, აი აქ მზის ჩასვლა. ეს კუნძული არის კერძო საკუთრება, არ შეიძლება შეგნით შესვლა, მაგრამ გარედან მტკბებით ძალიან ლამაზია.